ისეთი არყისფერიცაა, როგორც ჩემი ქმარი იტყოდა. ამამიც ყველაზე მეტად წვნიანი და ნივრიანი პურები უხდება. ავიკაპიწეთ. წინსაფარი შემოვიკარით, ორჯერ ბარათი გავატარეთ, ქულები დავაგროვეთ, ახლა ბორში მოვამზადოთ. სამში. ეს არის ბორშის ყველაზე მარტივი, ყველაზე გემრიელი და ყველაზე ბიუჯეტური ვერსია. ნიახური, ოხრახუში, ბულგარული სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ცხიმში. დავასახათ წყალი და დავუმატოთ კარტოფილი. როდესაც კარტოფილი მოხარშვისკენ წავა, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, მარილი და დაახლოებით 10 წუთი ვხარშოთ. ახლა კი მოვამზადოთ უგემრიელესი ნივრიანი პურები, რომლებიც ყველა პაპში შეგხვდება. წვრილად დაჭრილი ან დაკეპილი ნიორი, ოთახის ტემპერატურის კარაქი, კამა და მარილი გადავურიოთ ერთმანეთს. წავუსვათ პურზე და გამოვაცხოთ, მანამ სანამ პური არ გახდება ხრატუნა. კარტოფილი წვნიანში უკვე მოიხარშა, შეგვიძლია დავუმატოთ ნიორი, ჭარხალი და რა თქმა უნდა, ოხრახუში ან ნიახური. უზომოდ გემრიელია არჟანთან და ჩვენს მიერ გამომცხვარ ნივრიან პურებთან ერთად. ამამიც ხომ განსაკუთრებით უხდება და აუცილებლად უნდა სცადოთ.